სონღულაშვილი ქედაში ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა. მინისტრმა სოფელ მახუნცეთში სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანია ძმები ავალიანების მარანი დაათვალიერა. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო 2023 წელს სახელმწიფო თანადაფინანსებით შეიქმნა, რომლის ჯამურმა თანადაფინანსებამ 9 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანია ასევე სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით, ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა და შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმო ამ ეტაპზე 10 სახეობის ღვინო საწარმოებს. აღსანიშნავია, რომ აჭარაში სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში ჯამში 2,5 მილიონი ლარის თანადაფინანსებით 4 საწარმო შეიქმნა. მნიშვნელოვანი არის, რომ განვითარდეს კუთხურად მცირე მარნები, რადგან ის უნიკალურობა, რომელიც ქართულ ღვინოს აქვს, ქართულ მევენახეობას აქვს, არ დაიკარგოს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის ჩვენი პროგრამები, რომელიც ხარს უჭერს მცირე მარნების განვითარებას, რადგან ზუსტად ის თავისებურება, რომელიც ქართულ ღვინოს ახასიათებს და ის მრავალფეროვნება, რომელიც ვაზების სიმრავლეში არის, ქართული ვაზის სიმრავლეში არის, არ იყოს დაკარგული და ის ტრადიცია, რომელიც დღემდე მოღწეული არის, შევინარჩუნოთ, გავაუმჯობესოთ ხარისხობრივად და გავაცროთ თელს მსოფლიოს. როგორც მოგეხსენებათ, აჭარაში მიმდინარე წელს გადამუშავდა 1000 ტონაზე მეტი ვენახი, მათ შორის 800 ტონაზე მეტი ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი და 200 ტონაზე მეტი ჩხავერის ჯიშის ყურძენი. აღნიშნული როგორც საადრეო საგვიანო ჯიშების ვენახის მიღება დასრულებულია, წარმატებულად წარიმართა წლევანდელი რთველი, დაბინავებულია მოსავალი და მიმდინარეობს საწარმოებში მათი გადამუშავება. სახელმწიფოს მხარდაჭერა არის უდიდესი ამ ქარხნის მშენებლობიდან დაწყებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, აქცენტები ძირითადად აღებული გვაქვს დასავლურ ჯიშებზე, ქედაში ცოლიკაურზე, ჩხავერზე და საკმაოდ წარმატებულად გამოგდის ყველაფერი.